რეალურად ეპისკოპოსი, როდესაც ადის საეპისკოპოსოს სახლდარზე და გამორჩეული იქნება რომელიმე ღვთისმსახური ეპისკოპოსად, მან უკვე იცის საეკლესიო სწავლება და საეკლესიო სამართალი, მაგრამ ყველაზე უცნაური რაც არის ეკლესიის პრაქტიკაში, საეკლესიო სამართალი არსებობს, საეკლესიო კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ არ არსებობს საეკლესიო სასამართლო. ეს ვიცი თქვენ ბრეგვაძე მასე სულადური ლაპარაკი. ყველას მოგესალმებით. კიდევ ერთხელ თქვენთან არის გიორგი. ესე იგი გამომწერმა დამიდო კომენტარი, სადაც მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე საუბრობს, რომ თურმე საეკლესიო სასამართლო არ არსებობს. ერთი მხრივ ხო შენობის სახით არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ეკლესიის ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენ გვყავს გასამართლებული სასულიერო პირები. ჩვენი არა მარტო საქართველოს სხვა სასულიერო პირებიც არსებობენ დედამიწაზე. ეკლესიათა ცხოვრებაც ბატონო, ასევე კრებებიც ბატონო შეგიძლიათ გადახედოთ, სადაც მაგალითად ხდებოდა განსჯა, განხილვა, თქვა სასულიერო პირების და ასევე ჩამონათვალი, თქვა რისი გაკეთება შეეძლო ერისკაც, რისი გაკეთება არ შეიძლებოდა ბატონო, ასევე იგივე კანონი თქვა ექვემდებარებოდა სასულიერო პირზე უფრო გამკაცრებულად. რა თქმა უნდა, რახან მიქაელ ბრეგვაძეს იმ სისტემის წევრი არის, რომელიც ქრისტეს სახელით ატყუებს ხალხს და მისთვის რა თქმა უნდა მისაღები არის, რომ კიდე ერთხელ გაიმეოროს და თქვას, რომ საეკლესიო სასამართლო ისტორიაში არსებობს, ხო არც ერთ ქვეყანაში ბატონო ოფიციალური შენობა არ არის. არ არის ოფიციალური შენობა ესეთი, რომ აი ეს არის ეკლესიის სასამართლო. მაგრამ მაგალითად მღვდელი, რომელიც კანონს დაარღვევს, ეპისკოპოსებს ვერ იჭერენ ჯერჯერობით, იმიტომ რომ მაინც დიდი ფული და დიდი ძალა აქვს, ხო? ამიტომ ამბობ, რომ საერო სასამართლოებზე ხო გვაქვს, არსებობს სასულიერო პირები, რომლებიც ციხეში ძიან ეხლა. არსებობს სასულიერო პირები, რომელსაც დავა ჰქონდათ ბატონო და მე ჩააწყვეს რაღაცა საქმეები, იცით თქვენ ეს როგორ კეთდება და ხო რო ვერ დაიჭირეს რა. და პირიქით დაზარალებული უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა, იმიტომ რომ თავისი ამ რა ქვია ნაცნობობით და იმით ზოგიერთმა სასულიერო პირმა თავისი თაღლითობა, მაიმუნობა კანონის ქვეშ მოაქცია რა, ანუ უპრობლემოდ ხელი დააფარეს. ხო და მიქაელ ბრეგვაძეს მე ურჩევ, ეხლა თუ ნახავს ამ ვიდეოს, არ უნდა ეს რაღაც სასულიერო თემებზე საუბრები. და მოყვეს მაგალითად რას ფიქრობს მიტროპოლიტ სერაფიმე ჯუჯუასთან დაკავშირებით. აი ეს ილაპარაკოს, ეს უფრო საინტერესო იქნება. ჩუმად კი არა იქ მიმოწერებში რომ საუბრობს, რომ შეუსაბამო იყო ეგო ეპისკოპოსობისთვისო ორ სიტყვას ვერ აბავდაო და იქო და აი გოგოსთან დაკავშირებითაც სხვათა შორის იცის მან ეს ფაქტი. კარგად. აი ესეც მან მიმოწერაში ქონდა რა, ჩემ ერთ-ერთ ახლობელთან და. ამიტომ რა არის, იცით, ბატონო მიქაელ. თუ მამაო, როგორც გინდა ისე იყოს ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. არც მიგიჩნევთ მე თქვენ ისეთ პიროვნებად ეკლესიაში, რომ აი რაღაც ფუნდამენტი ხართ, არაფერი თქვენ ხართ სისტემის მსახური, ჩვეულებრივად. აი რასაც სისტემა გააკეთებს, იმას გააკეთებთ თქვენ. რა არიცი ეკლესიაში რო კანონდარღვევის სასულიერო პირები არიან, ჟულის კანონსაც რო არღვევენ და არ მსახურობენ ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ხმას ვერ ამოიღებ, რატო იცი? არავინ no name ტიპი ხარ და ზუსტად როგორც no name ისე გაგაქრობენ რა. შენც არ მყავდე ახლა დრეიკი, რომელსაც კენდრიკ ლამარი უწერს იმას დის რა და შენთვის ვინმე შეწუხდება. არავინ არ ხარ საერთოდ. აი ამ განცხადებით მით უმეტეს, რომ წისქვილზე დაასხი წყალი და ისედაც მოტყუებულ და გაბრუებულ ხალხს კიდე უფრო უმატებ ზემოდან. შეიძლება მოტყუებით მოვად, რომ თქვენთვის და იმ სასულიერო პირების, რომელსაც ქრისტეს სახელით აფერისტობ და იტყუებით ბატონო და ატყუებთ ხალხს და ვითომ სამოთხეში რომ მიყავთ და არა და ზუსტად თქვენზე არის ნათქვამი სახარებაში რომ არც თვითონ არ შედიან ბატონო სამოთხეში და არც სხვას არ აძლევენო, აი ზუსტად ეგ არის და იგავით შეგესაბამება ძაღლი რომელიც თივასთან არის რა. და არც სხვებს არ უშვებს, თვითონ თივას არ ჭამს. მაგრამ აი ესეთი მდგომარეობაა რა და თვითონ ბრაზობს და ასე შემდეგ და თქვენ ზუსტად ეგრე ხარ, არავინ არ ახარ საერთოდ.
და ეხა გადაბრუნდება ურემი და მერე რო დაიწყებთ რომ აუ ეს ჩვენ ვიცოდით და რაღაცეები ეს სხვა ამბავი არის რა ჩემი ის არის ამას რა თქმა უნდა არც მინდა რომ გაითვალისწინო მე შენთვის არავინ არა ვარ და სხვათა შორის ჩემთან დაკავშირებითაც კიდე რაღაცეებს რო იწერები და ასე შემდეგ ხო კარგად გადაამოწმე და მერე დაიწყე ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი რა კიდე ერთხელ გიმეორებ შენ ახარ ჩვეულებრივი სისტემის მონაყდელი რომელიც იძახის ვითომ სიმართლეს არადა ხო ნუ ნახევარად ტყუილი გამოგდის რა შენობა საეკლესიო სასამართლოსი არ არსებობს კი ამაში გეთანხმები შენობა არ არსებობს აი ზოგადად ოფიციალურად მისამართზე რომ მიხვიდე ბატონო აგერ რაღაცა დაწერილი მასე არა ხო მაგრამ ოფიციალურად ეს ჟულის კანონი იმაში რატო შეიქმნა ეს ციგნი ჟულის კანონი მერე იმას ნიკოდიმოს მილაშს რატო აქვს განმარტებული ბატონო ეს საეკლესიო კანონები ეხა მაგაზე მაგარი სახარ ადამიანი თუ მაგაზე მეტი გესმის ეკლესიაში თუ რა ხო მაგრამ ეს უბრალოდ რა არის მომატყუებელი ის არის მანევრი სამწუხაროდ ჩვენ ყავს რევლის კატეგორია რომელსაც ამასაც არ გადაამოწმებს მამამ თქვა და всё დამთავრდა რა ანუ არანაირი პრობლემა არ არის მამამ ხო თქვა და всё ეხა ვინ არის ვიღაცა უკაბო არაშემოსილი ტიპი გველაპარაკება ეხა რო აგერ მიქაელი უფრო სარწმუნო არის და მე გეუბნები არაფერი არ ახარ საერთოდ ანუ არც იქეთ აი ზოგმაროვიცის ხო ისი მე კიციც ვიცი და კიცმა არც კიცში ხარ და არც კიცმაცურში მატყუარა ხარ მატყუარა კაცი ხარ ჩემ თვალში ხარ მატყუარა კაცი ხო და სანამ პირს უკან რაღაცებს ილაპარაკებ ხოლმე ჯერ გადაამოწმე ეს ერთი და მე მეორე გამოდი და საჯაროდ ილაპარაკე სერაფიმე ჯოჯუასთან დაკავშირებით ვინ არის რას წარმოადგენს საერთოდ ხო და რას ფიქრობ რა აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ ეხლა და ესეთი რაღაც დარბაისლური დაყენებული ლაპარაკი გაქვს ხო აბა გამოდი და ერთი თქვი რამე ვერაფერსაც ვერ იტყვი რატო იცი როგორც არაფრიდან მოხვედი ზუსტად იმ არაფერში დაბრუნდები სისტემის მგდელი ხარ რა ეხა მან პატრიარქი შიო იქნება ნუგზარი იქნება თუ ჯიმშერ მურჯიკნელი შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ მაინც გააправებ იმას იმიტომ ხმას ვერ ამოიღებ რა ჯერ ბერი ხარ ერში რატო ცხოვრობ რა ტელევიზიებში დადიხარ წადი მონასტერში რა ილოც ტელევიზიები და ერში თუ ყოფნა თუ გინდოდა ბატონო თეთრი მგდელი ყოფილიყავი ბატონო მაგრამ არა უფრო ჟღერს გამიგებ მგდელ მონაზონი მარტო მყოფი ეს რონინული ისინი კარგად გიცნობთ ძალიან ბევრს და მალე თქვენი ეს თამაშები და ისინი უკვე გრყება დაწყებული არის აი ვინ დაიწყო იცით ყველაზე მეტად ვინც ეკლესია აქებდა ბიძინა მერე შემდეგი რომ მოვა შემდეგიც აქეთ და ის თლიანად ჩამოგშლით მოიცადეთ მოვად რო გამოვა ყველაფერი გამოვა და გამოვა ფაქტზე აი თვალწინ დაგიდებენ ყველაფერს ვინ ახართ და რატო ხართ და ესაია წინასწარმეტყველის წიგნი წაიკითხეთ აი იქ ღმერთი რას ეუბნება რომ ჩემი სახელით ვინც ხალხს მოატყუებს იმას რა ელისო აი მაგას ნახავთ მოვა მაგის დრო მიქაელ კიდევ ერთხელ გიმეორებ თუ მაგარი ბიჭი ხარ და ასეთი მოაზროვნე და იმის რა ქვია ტვინით ანუ ტვინის სავსე გაქვს ინტელექტით გამოდი და აბა თუ ვაშკაცი კაცი ხარ მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობ გამოდი და საჯაროდ თქვი რა ერთი აბა ნახოთ ვერაფერსაც ვერ იტყვი რატო იცი კიდე ერთხელ გიმეორებ არაფრიდან მოხვედი და არაფერში დაბრუნდები თან შეურაცხყოფილი დაბრუნდები ნუ რა თქმა უნდა თუ ამ ყველაფერს იზამ და კიდე ერთხელ გიმეორებ შენთვის ვინ იქნება პატრიარქი ამას